მშვიდობისა თბილისო, დილო მშვიდობისა საქართველო, გიბრუნდებით პირდაპირ ეთერში და რა თქმა უნდა ვაგრძელებთ გადაცემას. ეს კი დილის პალიტრაა ტალღაზე FM 103.9 პირდაპირ ეთერში თქვენთვის მუშაობთ გიგი ედიბერიძე, თამთა კვარაცხელია. ჩვენი ლაივის თვალყურის დევნება რა თქმა უნდა შეგიძლიათ ჩვენი Facebook-ის, რადიო პალიტრის Facebook გვერდზე. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ სასაუბრო თემას, მე ძალიან მოხარული ვარ, რომ წარმოგიდგენთ ისეთ საინტერესო სტუმარს, როგორიც ეკა წივწივაძე გახლავთ, ეკა დილა მშვიდობისა. მე ამჯერად შენი ამპლუას სხვანაირად უნდა დავასახელო, მიუხედავად იმისა, რომ წლებია ჩვენი კოლეგა ხარ, ჩვენი თანამშრომელი, ახლა უკვე ყოფილი თანამშრომელი, ამჯერად სხვა ამპლუა. როგორც ასეთი. ეს გახლავთ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელობა და ეს რას ნიშნავს? აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი რაღაც ცოტა ახალია, რაც მე ყურში მომხვდა. უკვე თვეები ავადევნებ თქვენს აქტივობას, თქვენს გვერდზე, მაგრამ მაინც განვმარტოთ ჩვენი მსმენელისთვის, რა ინსტიტუტი ჩამოყალიბდა ამ სახით და დიდი მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის. მადლობა ორივეს, რომ დაინტერესდით თემით და მithმობთ ეთერს. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი რეალურად ახლა არ შექმნილად თქვენ უბრალოდ რადგან ჩემი მეგობრები ხართ და სოციალურ ქსელში ალბათ მას შემდეგ მიადევნეთ თვალი, რაც მე აქტიურად დავიწყე იმ მედია პროექტების გაზიარება საზოგადოებისთვის, რომელსაც ცენტრი აქამდეც ახორციელებდა. რეალურად ცენტრი რამდენიმე წელია არსებობს. თავიდან იყო აფხაზეთის ტელევიზია, ბუნებრივი აფხაზეთში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ფორმატის ტელევიზია, რომელიც ომის შემდეგ რაღაცა სახე იცვალა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად აკეთებდა მედია პროექტს, უფრო სწორედ მათი გაკეთებული მედია კონტენტი გადიოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე. ეს ყველას კარგად კი ბატონო, შემდეგ ამან ფორმა შეიცვალა და გადაკეთდა ცენტრად. ცენტრი წელებია ფუნქციონირებს და ახლა გადმოვიბარე მე და უკვე თითქმის ნახევარი წელია. სიმართლე გითხრა, იცი როგორ მიყვარს ჟურნალისტიკა და ჩვენი სფერო, აი ამ ნიუსრუმშიც 4 წელი ვიმუშავე დაახლოებით, ამ სტუდიაში არაერთი ჩართვა მქონია. თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ რაც კი მიშრომია და რაც კი გამიკეთებია, ეს ბევრ ეთერში მithქვამს, ყველაფერი იმისთვის, რომ საბოლოოდ ყოფილიყავი იმ ცენტრში, სადაც ახლა ვარ. ანუ ეს ყველაზე სწორი ნაბიჯი და გადაწყვეტილებაა შენს კარიერაშიც კი. ყველაზე სწორს ვერ ვიტყვი, თავის დროზე პალიტრაც ძალიან სწორი იყო და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობაც დღეს რომ მოვედი აქ ძალიან ემოციური იყო, სიმართლე გითხრა. ზუსტად 1 წლის წინ მივიღე პალიტრიდან წასვლის გადაწყვეტილება, რაც არ იყო ადვილი გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად, მაგრამ დღეს ცენტრში ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, რომ ეს არ არის მხოლოდ სამსახური, იმიტომ რომ მე როგორც აფხაზეთიდან ერთი რიგითი დევნილი მემსახურები გაცილებით მეც ვიდრე არის ჟურნალისტიკა და სულ იყო ეს განსაზღვრელი თითქოს აი შენი პროფილის, რომ შენ აფხაზეთიდან ხარ და ეს ყველაფერში გეტყობოდა, ყველაფერს იმისთვის აკეთებდი ხაზგასმით, რომ გვეგრძნო ჩვენ ყველას და მიხარი ამას რომ ამბობ. ხო, არა, ამის დანახვა უბრალოდ შეუძლებელია, იმდენად თვალშესაცემი იყო. შენი გვერდიდან, შენი საქმიანობიდან, შენი სიუჟეტებიდან ყველაფერი ზუსტად ამაზე მეტყველებს და აი აქ როგორ მოუყარე თავი ამ გამოცდილებას, რაც ამ მიმართულებით გაგიკეთებია? ნამდვილად ასე იყო და მიხარია რომ ვერავინ ვერ იტყვის რომ აფხაზეთზე ლაპარაკი დაიწყო მას შემდეგ რაც ცენტრის ხელმძღვანელი გახდა. სამწუხაროდ ძალიან ბევრჯერ ხდება მსგავსი ფაქტები არა მხოლოდ აფხაზეთთან მიმართებაში, ან ზოგადად, როდესაც რაღაცა პრობლემას ჩაუდგება ვიღაცა სათავეში, შემდეგ იწყებს თითქოს ამაზე საუბარს. ჩემი მართლა მთელი ცხოვრება უკავშირდება აფხაზეთს და სხვანაირად წარმოუდგენელია. მე თვითონ სანატორიუმში გავიზარდე, იცით თქვენ, 16 წლის განმავლობაში ცხოვრობდი საერთო საცხოვრებელში და დევნილების პრობლემები ჩემთვის ძალიან ახლობელია. რაც შეეხება ცენტრში ახლა აი ამის ყველაფრის აკუმულირებას, მარტივი არ იყო სიმართლე გითხრათ, თავიდან მე ვფიქრობდი, რომ საიდან როგორ დამეწყოთ. თუმცა ბაზა დამხვდა, ძალიან ძლიერი გუნდი დამხვდა, მოვიკითხავ ყველას და ყველა ძალიან დამეხმარა. ჩემი ხელმძღვანელობა ბატონი რუსლან აბაშიძე, პირველ რიგში ანზორ მარგიანი იქნება, ოთარ გარმელია, ყველანი მხარში ამომიდგნენ. მე ვთქვი, რომ მე ვიცი როგორ უნდა გავაკეთო მედია კონტენტი და შინაარსობრივ მხარეში მჭირდებოდა სრული თავისუფლება და ეს თავისუფლება მომცე. ჟურნალისტი, ერთხელ ჟურნალისტი, ყოველთვის ჟურნალისტია, ის არ იცვლება. და ჟურნალისტისთვის ყველაზე ღირებულია, რომ თავის საქმეში იყოს თავისუფალი, როგორც ვიყავი პალიტრაში თავისუფალი, ანალოგიური თავისუფლება მაქვს ახლაც.
ბევრი მეუბნება პირად შეტყობინებაში, რომ დევნილების პრობლემებზე რატომ არ აკეთებ აქცენტს. ასე არ არის ნამდვილად, ჩვენ ვაშუქებთ პრობლემურ საკითხებსაც, მაგრამ ჩვენი ცენტრის საქმიანობა მიმართულია სამშვიდობო პოლიტიკისკენ, რათა გვიყურონ აფხაზებმა და გვიყურონ რეალურად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ. მათ ძალიან კარგად იციან, რა სირთულეებია ქვეყანაში დევნილების მიმართულებით. მე მინდა ვაჩვენო ის პოზიტივი, რაც ხდება, რაც არის კარგი, რატომ უნდა უნდოდეთ მათ ჩვენთან ერთად თანაცხოვრება. ნეგატივს და პრობლემებს ყველა აშუქებს აბსოლუტურად. ჩვენი მესიჯები არის სამშვიდობო, შერიგების. ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ ყველაფერი დაახლოებისკენ ხდება, ხიდების აღდგენისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაინც არ ვნებდებით და ვამბობთ, რომ ეს ხიდები არის სუსტი, მაგრამ მაინც არის ნამდვილად არის. სახალხო დიპლომატია ძალიან აქტიურად მუშაობს და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავითავისოთ, ჩვენ არ გვაქვს ტერიტორია მხოლოდ დასაბრუნებელი, ჩვენ დავიბრუნოთ ადამიანებიც, იმიტომ რომ ცარიერი ტერიტორია ყველაფერი არ არის ნამდვილად. ჩვენ ცენტრი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სწორედ ადამიანები დავიბრუნოთ. ახლა იმაზე თუ რას აკეთებს ცენტრი, ამჯერად კონკრეტული პროექტების სახით და მაინტერესა ძალიან. და აფხაზეთში იციან, ხო? კი, ძალიან აქტიურად გვადევნებენ თვალს. აფხაზეთში ძალიან პოპულარული ქსელი არის TikTok-ი. სიმართლე გითხრათ, მე სოციალური ქსელი საერთოდ არ მქონდა, მაგრამ როდესაც შევისწავლეთ და ვნახეთ, რომ აფხაზეთში ყველაზე აქტიური არის TikTok-ი, ჩვენი მედია პროექტები მოვარგეთ ამ პლატფორმას და ძალიან აქტიურები არიან, გვიყურებენ, გვიკომენტარებენ, ვერ ვიტყვი რომ საუკეთესო მესიჯები მოდის, მაგრამ თავარია რომ გვიყურებენ და აი წვეთ. ცუდი კომენტარებიც მოდის თუ? რა თქმა უნდა, მოდის ნეგატიური კომენტარებიც, ამას ვერ გავექცევით. ძირითადად ახალგაზრდა თაობის თუ TikTok-ის მომხმარებელი დაახლოებით აი როგორც 16-დან 45 წლამდე არის, თუმცა უფრო ასაკოვან საზოგადოებასაც აქვს. Facebook-ზე უფრო მეტად ასაკოვანია თაობა გვიყურებს 30-დან 65-მდე, 70-მდე დაახლოებით. ეს როგორც წესი. კი, ამიტომ ყველა პლატფორმა მაქსიმალურად ათვისებული გვაქვს. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, მე ძალიან მიყვარს პროექტი მიამბია აფხაზეთზე, რომელიც დაიწყო წლებით ადრე, ვიდრე მე მივიდოდი. თუმცა ვფიქრობ, ალბათ არ ეწყინება ჩემს წინამორბედებს, ცენტრს აკლდა უბრალოდ პოპულარიზაცია, თორე პროექტები მანამდეც იდეალური იყო, აი მიამბია აფხაზეთზე შეიქმნა პირველი დირექტორი ავთო დავითაიას დროს მაგალითად და ჩვენს არქივში უნიკალური არქივი არსებობს აი ადამიანების, ცნობილი ადამიანების პიროვნებების, რომლებიც აფხაზეთზე საუბრობენ და ჩვენ ვაგრძელებთ ამ ტრადიციას. სულ ცოტა ხნის წინ ტარიელ ხარხელაური ყავდა ჩაწერილი, ნუნუ გაბუნია, ნონა გაფრინდაშვილი და ეს ადამიანები იხსენებენ აფხაზეთს, რა არის ჩარჩენილი, რა მესიჯებს უგზავნიან და იცით ისეთ ადამიანებს წერს ჩვენი პროდიუსერი ელისო ხუტკუბია ამ პროექტის ფარგლებში, რომ მათზე უარყოფით კომენტარებს აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობაც კი ვერ აგზავნის, აი ისინიც ვინც კი ჩასაფრებულად რაღაცას ელოდება. კი, აი ისინიც კი ვერ აგზავნიან. ძალიან კარგი პროექტი გვაქვს, მეწარმეები აფხაზეთიდან, ჩვენ ვარჩენებთ წარმატებულ დევნილებს. სამწუხაროდ ტელევიზიაში ძალიან ხშირად აჩვენებენ მუდმივად აი გაჭირვებაში მყოფ დევნილებს, რომლებიც სულ რაღაცა დახმარებას ითხოვენ. ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ კი, პრობლემები არსებობს, ამას არავინ არ უარყოფს, მაგრამ არიან დევნილები, რომლებმაც თავი გაართვეს ამ პრობლემებს და ბევრი კი აღნიშნავთ ხოლმე, რომ აი დევნილები განსაკუთრებით მოტივირებულები იყვნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა დაკარგეს ყველაფერი და მათ რაღაც განსაკუთრებული ძალებით შეძლეს აღდგენა, ხო? და ესეთი ადამიანები შემდეგ ცდილობენ, რომ დაასაქმოს სხვა დევნილები, რომ ნახო წარმატებული ბიზნესმენი რო არის დევნილი, მის ჯგუფში ძალიან ბევრი აფხაზეთელი ყავს შემოკრებილი და აი ესეთ ადამიანებზე ვაკეთებთ ტელესიუჟეტებს. გარდა ამისა, ვიწყებთ ახალ პროექტს ანალიტიკურ გადაცემას, ტელესტუდია გავხსენით ცოტა ხნის წინ თორნიკე შარაშენიძესთან ერთად, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია, კარგია სამშვიდობო პოლიტიკა, ის ნოსტალგიური გადაცემები, შინაარსის მქონე გადაცემები, მაგრამ გვჭირდება ჩვენ საღიმსჯელობაც, რა ხდება 30 წელი არსებობს კითხვები, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხები და თორნიკეს კომპეტენციაში და პროფესიონალიზმში ეჭვი ალბათ დღეს საზოგადოებაში არავის პოლარიზებულ საზოგადოებაშიც კი არავის ეპარება და ამიტომ თორნიკესთან ერთად იმედი მაქვს რომ თორნიკე შარაშენიძე და ვფიქრობ რომ ეს პროექტი ძალიან გაამართლებს. გარდა ამისა ასევე ვაკეთებთ პროექტებს დევნილებისთვის, რომელიც აქვს სახელმწიფოს და სამწუხაროდ ბევრმა დევნილმა არ იცის, რა პროექტები არსებობს მათთვის სოციალური და სრულიად უფასო. ეს იქნება ჯანმრთელობის კუთხით, განათლების კუთხით. ეს მინდა ინფორმატიული ხასიათის, რომ ყველა მიცოდეს რა და
აი აქ ყავს ჩვენ გულო გარმელია საერთო ჟურნალისტი, რომელიც არის გადაცემა მკურნალის წამყვანი, ჩვენთან აკეთებს ამ პროექტს, ის საფხაზეთიდან არის და ვფიქრობ ძალიან საინტერესოა და ემსახურება დევნილებში ინფორმირებულობის ამაღლებას, იმიტომ რომ ნამდვილად განათლების ჩვენ გვაქვს ჩვენი სამინისტროები, განათლების სამინისტრო უამრავ პროექტს ახორციელებს დევნილებისთვის. გვაქვს კულტურისა და სპორტის სააგენტო, რომელიც ძალიან არის ახალგაზრდებთან, ესე რომ ვთქვათ, ხელშეწყობაში ახალგაზრდებს ხელს უწყობს ძალიან. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტრო, რომელიც სხვადასხვა პროექტს ახორციელებს და სამწუხაროდ დევნილებმა ამ პროექტების შესახებ არაფერი იციან, არა ესეც ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იქნება, თუმცა ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ჩვენ ძალიან ვუწყობთ ხელს. გვაქვს საერთო ისტორია პროექტი, რომელიც მაგალითად ყვება იმ ძეგლებზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც დარჩა აფხაზეთის ტერიტორიაზე და რომელსაც წლების განმავლობაში ქართველები, აფხაზები ერთობლივად აშენებდნენ, ქმნიდნენ. ეს იქნება წერილობითი წყაროები, თუ იქნება კულტურული ძეგლები, რელიგიური ძეგლები და ასევე გვაქვს ერთი ნივთის ისტორია აფხაზეთიდან წამოსულ თითქმის ყველა მცხოვრებს აქვს რაღაცა ერთი საკუთარი სახლიდან წამოღებული. ეს იქნება გასაღები, მონეტა, წიგნი, ალბომი, არ აქვს მნიშვნელობა და ესე წლის ბოლოს ვფიქრობთ, რომ შემდეგ ამ პროექტის ფარგლებში ერთ პატარა მუზეუმსაც მოვაწყოთ. და ბოლოს არიან ისინი რომ მუზეუმს შესწირონ ეს ნივთები. არა, ეს ძალიან ძვირფასი ნივთებია ჩვენ, ესე ვერ გავკადნიერდებით და ნამდვილად ვერ ვთხოვთ ის ერთი ნივთი, რომელიც სახთან აკავშირებთ. დიდი ხნით გადმოგცენ, უბრალოდ ამას დროებით რამდენიმე დღით გამოფენკი და ბოლოს თითოეული ნივთი ძალიან ძვირფასი ისტორია. ნამდვილად ესე არის და ბოლოს მინდა მოგიყვეთ გოგოების პროექტის შესახებ, გოგოები აფხაზეთიდან, რომელიც ჩემთვის, რომლის პროდიუსერიც თვითონ ვარ, სხვას ვერ დაუთმე გუნდში. ეს არის მილენა აშბა და ნინო პაპავა, გოგონები, რომლებიც მშობლების აფხაზეთში ცხოვრობდნენ. ნინო არის ეთნიკური ქართველი, მილენა დედით და მამით არის აფხაზი. ომის შემდეგ არის ორივე დაბადებული, გაზრდილია რუსეთში, სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საქართველოში. სწავლობენ ქართულს სამუდამოდ, აქ დასაქმდნენ აფხაზეთის სოხუმის დრამატულ თეატრში და პარალელურად ჩემ ცენტრში არიან ბლოგერები. გოგოები არ იცნობდნენ საქართველოს და ჩვენ გადავწყვიტეთ ერთობლივად გვემოგზაურა. გვენახა, როგორ განვითარდა 30 წელიწადში ენგურს აქეთ საქართველო, რათა ენგურს იქით საქართველოს გაუგზავნოთ შესაბამისი მესიჯები და გოგონები TikTok-ზე არნახული პოპულარობით სარგებლობენ კი. აი, სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვედით სვანეთიდან და საოცარი ვლოგი მაქვს სიმართლე გითხრათ, დღეს ვიწყებთ მონტაჟს და უკვე ერთი სული მაქვს რა სამონტაჟოში. კი, ნამდვილად სვანეთში ფილფანების ოჯახი დაგვხვდა, რომელმაც აფხაზური სიმღერებიც კი გვიმღერა, გოგოები აატირა. ძალიან ემოციური სიუჟეტი ელოდება ჩვენს მაყურებელს. აი, ერთი დასკვნა შემიძლია გავაკეთო, აი, მართლა დატყობია შენი ხელი, იმიტომ რომ აი ესეთი მიმართულებებია რაღაცა, აი, სუფთა მედია მიმართულებით. ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს კიდევ დაგეგმილი, ერთ-ერთი იქნება აფხაზური სამზარეულო. გვინდა რომ ეს კერძები შემოუნახოთ თაობებს, ვაჩვენოთ როგორი არის და როგორი მსგავსი არის რეალურად მეგრული სამზარეულოსი. ზღვარიც თითქმის კი წაშლილია, სულ უახლოეს დღეებში დავიწყებთ ამ პროექტს და მინდა კიდევ თქვა ერთ პროექტზე, რომელიც ეხება არქივს. რეალურად აფხაზეთის ტელევიზიის არქივი აფხაზეთში განადგურდა და მედია კადრები, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რომელიც უკავშირდება სოხუმს, გაგრას, ოჩამჩირეს, ტყვარჩელს, გალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი და ესე იქნება. ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ. თქვენთან გაზიარებას გულისხმობს ეს მემორანდუმი ქალბატონი თინა ბერძენიშვილი დაგვთანხმდა ამაზე. და შეუზღუდავი წვდომა გვაქვს არქივზე, რაც გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ უფრო მედია პროექტი გავაკეთოთ. ხო და წარმატება ყველა მედია პროექტის განხორციელებისას. უღმესი მადლობა. და მივულოცო რომ ხარ ამ გუნდის ხელმძღვანელი, იმიტომ რომ საქმე წინ ძალიან ბევრია ეკა. წარმატებები წინ ძალიან ბევრია საქმე, გასაკეთებელი ბევრია. მაგრამ შვიდობა იწყება ღიმილით და ჩვენც ყოველდღე ვიწყებთ ღიმილით, გჯერა რომ თავარია მონდომება, თავარია სურვილი, თავარია ვილაპარაკოთ აფხაზეთზე და ამიტომ განსაკუთრებული მადლობა თქვენ, რომ თქვენი საეთერო დრო დაუთმეთ ამ აუცილებლად გვერდით გვიგულეთ ყოველთვის და მსგავსი ტიპის თემების გაშუქებისას. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სახალხო დიპლომატიის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე. ძალიან ბევრი თქვი, მაგრამ მეც დავამატებ ჩემი მხრივ, ამას მე მგონი ალტერნატივა არ აქვს. ძალიან კარგი საქმის შესახებ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი ეკა წივწივაძე დილის პალიტრის
ეთერში საუბრობდა.